მოგესალმებით. მე გიორგი ქავთარაძე ვარ, თქვენ უყურებთ Rush Drives. ეს კი ჩვენი დრაგის დღე. Ain't nobody ask, we splashing. Beats that had boom, now we moving massive. Breaking you down in the bass, spitting acid. I'm back in my zone, the top gun of the Maverick. Like used elastics, bro. It's really not a stretch. These dudes is plastic, yo. They really not a threat. Looking chilly on the neck and out of pocket. I'm locked in. Presidential rollie, bust it down and give it drop kicks. Now let me pop off, make it look easy. I come through like, give me one reason. ბოლო წვილი დარჩა როგორც გავიგეთ 11 წამი. ბიჭო! ჩვენ აქ ვართ ყველანი აბსოლუტურად როგორც მონაწილეები, ისე ავტომოყვარულები, ისე BMW-ის კლუბის წევრები, აბსოლუტურად ყველა და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დღევანდელ დღეს გაანახოთ ყველაზე საინტერესო ავტომობილები, სწრაფი თუ ნაკლებად სწრაფი მნიშვნელობა არ აქვს, უკანა ვედუშები ეგრეთ წოდებული თუ კვადროები. დღეს ჩვენ ვისთან ერთად ვართ უკვე გეცოდინებათ კვალიფიკაციის ვიდეოდან გამომდინარე, ქოროს და ზირაქას ვალეშიკობთ. გუშინ ზირაქას ნორმალური შედეგი ჰქონდა, ქოროს ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა. აუცილებლად ახლა გიოსაც გავესაუბრებით. ჩვენი ძმა გიოს უკვე კარგად იცნობთ ყველა აბსოლუტურად ერთი სიტყვით მითხარი რამდენად ბედნიერი იყავი გუშინ. ესე იგი მოლოდინი მქონდა, მაგის მოლოდინი მქონდა, მაგრამ იმის მიუხედავად რომ ამინდი დაგვდა კატასტროფა და DA 1280 და რაღაცეები ცოტა ავირიე ამასობაში, მაგრამ რომ მოუკრუგე და მოვედი და თქვენი სახეები დავინახე, მაშინ მივხვდი რომ ყველაფერი იყო ძალიან მაგრად რა, ძალიან მაგრად და ერთ სიტყვით მაყოფილი ვარ, ჩემი შრომა, ჩვენი ბიჭების შრომა, ჩემი საძმაკაცოც დაფასდა და ყველაფერი ისე როგორც გვინდა რა. კი. მე ვთქვი, გითხარით რომ ნორმალური შედეგი ჰქონდა ზირაქას იქიდან გამომდინარე რომ მართლა ძალიან ცუდი პირობები იყო გუშინ, 10-2 არა ზირაქამ 9-8 არა ქორომ მეოთხედი, აი მე ბაეო იმზადყოფნა მაქვს რა, შენთან მიმართებაში უპოდიუმოთ არ მოვდივართ თუ გამარჯვებით არა. ღმერთის ხალობით. სხვა რა გზა. მადლობა ძალიან დიდი ძმაო. გიო, ერთი სიტყვით გითხარი რა ხდება შენ მანქანაში? დაუნფაიფი, კაენდენის ფილტრი, კაროპის პროგრამა, XHP, მოტორის პროგრამა, მეთანოლი, პოლუსლიკი, სალონი დაშლილი. თავარი სალონში ცვლილება, ვერას მიყვარს, სავარძელი? სიასის სავარძელი. მოკლედ, მადლობა გიო, წარმატებები დღეს ძმაო, ერთად ვართ, თვალეშიკობთ. მოკლედ, მე ზირაქაც მოვა, აუცილებლად ზირაქასაც ვკითხავთ მასთან მდგომარეობა, მაგრამ რაც ვიცი, როგორც მახსოვს და დიდი ალბათობით და 100%-ით მახსოვს, რომ ასეა, სხვაობა არის მეთის კიტი, ანუ ქოროსთან მეთი არის, იქით არ არის. შესაბამისად, დროის სხვაობაც ლოგიკური იყო, იმიტომ რომ გუშინ იყო წარმოუდგენლად საშინელი მდგომარეობა რბოლისთვის. იყო დაახლოებით 1200 DA 1300 ესე ბიჭებს მოუწიათ მაგ დროისთვის რბოლა მიუხედავად იმისა რომ ველოდებოდით მაქსიმალურ მობინდებას ნუ არაფერი შეიცვალა მაგრამ იყვნენ ავტომობილები რომლებმაც ძალიან მაგრად იარეს და ერთ-ერთი იყო რა თქმა უნდა ისე და ისე ბუბუ ჯინჭარაძე თავისი 340-ით რომელმაც 8-9 იარა და რუსთავის რეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა ნუ ვიცით მაგ ადამიანის შესაძლებლობები უკვე წელს აღარ გვაკვირვებს აი ესეთი სიგიჟეებით რეკორდების ხსნაც კი აღარ გვაკვირვებს მაგრამ ყველაზე საინტერესო რაც იქნება ჩემი პირადი აზრია გუშინ მივხვდი ამ ყველაფერს კვალიფიკაციაზე ეს არის სტაბილურობა ვისი ავტომობილიც იქნება ყველაზე სტაბილური თუნდაც უფრო დაბალ ცხენზე ის იქნება დღეს გამარჯვებული ფიქრობ უკვე ვიცი ვის ბალეშიკობ, მაგრამ მინდა რომ გკითხო. დღეს ვინმეს გამორჩეულად ბალეშიკობ? მე ბალეშიკობ იმას ვინც თავის ხელით ააწყო მანქანა, იწვალა, მოვიდა ყველა მაგას ბალეშიკობ. აი,
9 წამის ქვემოთ ვინც დადიან ბიჭები აბსოლუტები ბუბუარი რაკერა ტატო რავი ყველას ბალაშიკო გარიკა ყველა ვინც იწვალა თავის ყველა მისწვალა თავის ქარხული მანქანის ვინც მოვიდა არავის არ ბალაშიკო წავიდეს სახში გასაგებია კონკრეტულად ვინმე ფავორიტი ერთი ყავს თუ ვაფშე ყველას ბალეშიკობ და ყველას გამარჯვებას ელოდები არა 9 წამის ქვემოთ ვინც არის მართლა ყველასთან გუშინ მახსოვს იყავი კვალიფიკაციაზეც და სავარაუდოდ ბუბუს გავლას ნახავდი რავი ბუბუ ორი ბუბუ არის ჯინჯარაძე ბუბუ ხო თავისი 340 რეკორდი რომ მოხსნა. ანუ ჩემი გადმოცემით მაქსიმალურად ვცადე რომ ხალხის სამეხსნა ეს რამხელა სიგიჟე იყო რაც მან გააკეთა. იმიტომ რომ ნუ ეს ადვილი მოსახსნელი რეკორდი არ იყო ნამდვილად. შენ რას ფიქრობ? როცა ვიცით რომ ფეხი აუშვა ფინიშზე, რას ფიქრობ რა იქნება მაგის ლიმიტი რომ სიტყვაზე გქონდეს მაგის ფუფუნება და შეეძლოს უფრო შორს წასვლა? უშინ უყურე ეს და აი ბუსა ყველაზე სწორი მანქანა აწყობილი. აი სხვა მანქანებს დააკვირდები ვის აწყობს. რაღაცები ხდება გზაში და ბუბუს მანქანა გვესე დააჭერა საათივით მიდის თან ერთი და იგივე დროს ბეჭდავს და მე მგონი დღეს არ აუშვებს რაღაცა ერთხელ და ნახავთ კაი დროსაც. ხო ჩვენც ეგრე ვფიქრობთ, სავარაუდოდ არ აუშვებს ფეხს და სუგაგიზდება და იმედია და ატორმუზებს რას თავარი აშვებაზე კიდე არ ვდარდობთ. ძალიან ბევრჯერ მიხსენები ხარ უკვე ჩემ ბლოგებში და სულ ვიძახი ერთ რამეს, რომ ადამიანი რომელიც არა მარტო ოფლს სისხლსაც ღრის მეთქი ამ დრაგსტრიპზე. გუშინ შენი სტორიც ვნახეთ განათებებით და მივხვდით რომ ძალიან მაგარ დრაგს ველოდები დღეს საღამოს. ვიცი რომ ყოველთვის ძალიან ესე რომ ვთქვათ humble მოლოდინები გაქვს რა. მაგრამ დღეს რა მოლოდინები გვაქვს მართლა გულით გაგვიზიარე. როგორ აიცი, რაცაც არ უნდა აპირებდე გამოგდის 20-30% ყოველთვის, ანუ რაც არ უნდა დაგეგმო და ასე შემდეგ, მაგრამ უკვე მაგარია, იმიტომ რომ 85 მანქანა რეგისტრირებული ნიშნავს, რომ აი ტოპ დრაგებზე ქონდა ხოლმე 85 მანქანა და დღეს 85 მანქანა რომ აი ყველაზე ასე ვთქვათ ჩავარდნა დრაგი რატო ქვია იცი რომ ზაფხულშია სიცხეშია და შაბათ დღესაა რა და ამიტომ ყველაფერი ხელს უწყობს იმას რომ არ ყოფილიყო ბევრი მონაწილე მაგრამ 85 მონაწილე ყავს და რავი კარგად ჩაივლის ფისხალობით იმედია ჩვენ ანუ სულ ბავშვობიდან მოყოლებული როცა უყურებდი იმას როცა არ შემეძლო აქ მოსვლა და შორიდან უყურებდი ამ ყველაფერს იქიდან დღემდე წადა დედამიწა სხვაობა გეგონება ტექნოლოგიური სხვაობა გაქვს იმ დონეზე წინ ვარ დასულები და დღესაც ვეუბნებოდი ქოროს ველაპარაკებოდი უთხარი რომ ანუ რა მაგარია რომ ეს სიტუაცია დაალაგდა და ეგრევე შეეწყო ავტომობილებს. აი პირველი რასაც შეეწყო იყო ავტომობილები. ხარისხი რომელიც გუშინ კვალიფიკაციაზე დაიდო ჯერ ბუბუმ რაც იგიჟა და წეგან შალიკასთანაც ვისაუბრეთ. ეგ იყო ნუ ძალიან მაგარი და ძალიან ყოფილები ვართ ჩვენ როგორც მაყურებლები და როგორც ავტომოუყვარულები. დარწმუნებული ვარ შენც ხო? აი დეტალებს გეტყვი, უფრო ბევრ დეტალებში ჩაგრევ. აი დრაგი არის ურთულესი რაღაცა, იმიტომ რომ ჩვენო იყო დიდი ქვეყანა, ხო? აიღებ მოჭრი პირდაპირ აი ეს კლასი მაქვს აბსოლუტი პრო და всё მორჩა და გეყოლება 100 მონაწილე, მაგრამ აქ გინდა რომ ყოველას მოერგო მანქანებს კონკურენტუნარიანს იმას ამას და ძალიან ბევრი ფიქრი გვიწევს ყველა გადაწყვეტილებაზე, ამიტომ და ეს მოდის უკვე 15 წელია რომ ფიქრობთ ყოველდღიურად როგორ ჯობს რა და რასაც კიდე თანხა შემოწ ეგრევე შეგიმთვატრიალებ და ყიდულობთ ამ ახალ აღჭურვილობს იქ თაღინახე იქ კოლგები იქ რაღაცები განათებები და ყველაფერი და ანუ ინტერესი ჩვენი ისა რომ ერთად გავერთოთ ჩვენ ყველა ცხოვრობთ ამითი ჩვენ იმიტომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ორგანიზატორები რომ კლუბი ვართ ძალიან დიდი ოჯახი ვართ რა ანუ ეს BMW-ს კლუბი 1-50 კაცი ერთად ვაკაცოთ მეგობრობ დავდივართ ერთად რა და ვიღაცა ორგანიზატორი ახლა რო უნდა იქირაოს 100 კაცი დაუჯდება მილიონჯერ მეტი ვიდრე ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ენთუზიაზმით ვაკეთებთ რა Fake clothes, same watch, fake crep, same fuck, fake squad, same lots, but flop, ain't what I'm on, aim up, don't stop, repeat, leveling, proceeds, increase heavily, don't need this man's energy, I be the one, be the one. I don't make a song to make a song, and the vibe is right, the mic will let me onto the sounds, I like a bag, spit the strong in the line, pick me first before I'm gone, I am. რისგან? ეს 63, ეს 63. მე ესე. ბაგაჟნიკი რომ მოაშორო, ეგეც 91. ერთადერთ რაღაცას ვიტყვი რა. სანამ 911-ებს დააგრძელებდნენ, იქამდე SLS-ი არსებობდა ესეთი სტილის. ნახე, საწყისი SLS-დან მოდის და ადვილად ვილაპარაკოთ. გრძელი ცხვირი, ან ჩაჭრილი ტრაკი, ან ოდნავ ტრაკი და მერე ჩაჭრა. ხო, მაგრამ საერთო ჯამში გავიგე, ეგრე რომ ჩაწევ ამას მერე ნახე შენ 911. ხო და მაგითო მაგრამ სანამ 911 ამას იზავდა, აი შენ რასაც იძახი, SLS-ე გააქვს უკვე.
911-60-იანებიდან მაგაშვება. არა, სხვანაირი იყო, დამგვალებული ტრაკებია ყველა დამგვალებული ტრაკი. ეს არც ერთგან არ მოდის და ეს მარტო SLS ქონდა პირველი. მაგიტო ვიძახი, ბაზარი არ არის, გავს, განა არ გავს. მაგრამ არ მიუმგვანებია შეგნებულად ეგ. ნუ შეგნებულად და რა არის მაგას ვერასოდეს გაიგო. ეს გადაადგილების საშუალება გაწიე რა ცოტა. რომელი ის უკან რომ მომყვება? ციმციმებით რომ მომყვება უკან? ეს ადამიანია. ყურე, არსებობს ორი სახის მანქანა მსოფლიოში. BMW და სარეცხის მანქანა, ასე რომ იქ. არსებობს ორი სახის მანქანა, Mercedes-ი და Ibis-ი ძმაო. ანუ სარეცხისაც აღარ ჩავთვალით. სარეცხი კიდე არ მოსულა. თუ მოეჭიდა CLS შანსი არ აქვს. რა სტარტი იყო, დრო, რეაქციის დრო, სასწაული იყო. ბიჭო, რა სტარტი იყო. ანუ თანაბარი ავტომობილების კი რო ყოფილიყო, პროსტა სტარტით მოუგებდა. აი პროსტა სტარტით მოუგებდა. აგე ისცელა, აი რაზე საუბრობ წელი დღეა. გეუნები, ვაფშე არ მეგონა. რო დღეს წელას უბალეშიკებდი, მაგრამ დავაი. იმიტომ რომ მართლა მაგრად ატარებს. კარგად დადის, კარგად სტარტავს. დანარჩენს ნახავთ. საღოლს, არ მეგონა Mercedes-ი კი წელას უბალეშიკებდი დღეს. აი არა, ლანჩი აქ და იზრდება. ლანჩი აქ და თან იმენა არ აგვიანებს. იმისთვის რომ გადააწყო. კვადროა თუ წინა? კვადროა ეს? ყველა კვადროა? რა ვიცი, ელა არ ყოლია, GT მყავს, ელა არ ყოლია, არ ვიცი. არ დახალ, სატო? აი ეხა იწყება ბაევოი ზაეზდები. აქამდე რაც უყურეთ, ჩვეულებრივი თამაში იყო. ეხა იწყება 11 წამიანი კლასი, შედარებით ნაკლებად ბაევოი. 10 წამიანი კლასი ალბათ აი დახოცავენ ერთმანეთს ისეთი კონკურენცია და აბსოლუტი, სადაც ვაფშე ყველა გედის იქნება. რაც კი შეიძლება რომ იყოს და მაპატიეთ ამ წარე სიტყვებით, მაგრამ სიმართლეა. აი ეხა უყურეთ ვიდეოს და ჩაუჯიქით, აი მაგრად გაგისტორდებათ. დედა 300 ხეზე ხარ ხო ძმა? აუ უკან რა ხდება იცი? აბა ჩემ მანქანა შემოიხედა. აუ აქ მუხი დგას. როგორ რაღაცა იცი? ეს კლასი საინტერესოა, მაგრამ თლადაი მინო მაგარი სტრაფე არ არის. არა, მაგარი. ძალიან იბუქსავა, ფეხი ცოტა უფრო ადრე რომ აეშვა კიდე რაღაცას დაამოკლებდა, მაგრამ მაინც ვერ მოუგებდა, ძალიან იბუქსავა და თან აქეთ ჩვენ სომეხ-ძმას კაი რეაქცია ქონდა მართლა კაი რეაქცია ქონდა. აი სასტაული და რაღაცა არა, მაგრამ უკეთესი სტოძოზე. აი ესეც გოჩა. მიდი გოჩა, მიდი. შევიდა ეგარ. ჩვენი ორი მეგობარი, ბუბუ და ხელესა და ეხლა რა გავაკეთო, ვის უპალეშიკო არ ვიცი. პირველი ვინ მოიგო ეგეც არ ვიცით, ვერ მოვასწარით, რაღაცა კადრებს ვიღებდით.
შეუჩაძიე ბიჭო. ერთი წლის წინ მიწერდა. შეუჩაძიე. ერთი წლის წინ მიწერდა, დავგეთო. ბუბუმ საოლგიოს კაი სტარტი იყო, პროსტა მე მაღლებში წამოვიდა ბუბუ მაგრად რა. ბოლო წვილი დარჩა როგორც გავიგეთ 11 წამი. ბიჭო! მაინც და მაინც ჩვენიც ბაკაცები ერთმანეთს დაეჯახნენ. ეს შედგებაც, ბაკაცობა მოიგებს. დავაი. ნაჭერი. ალკანტარა. ნაჭერი. მოიცა ერთი წუთი. ჯერ ის ამიხსენი, რატო? იცვითება 20000 კილომეტრია გავლილი, აბა სად ვინახე? ცოტა რა შუაშია კაცო. აბა? კომფორტი, პრაქტიკულობა. კომფორტი? მოდი კომფორტი რა გეფერება. იცი რა მასაჟი აქვს? ჩაგერ, თუ პროსტ ჩაგეძინება. ყავის სიდენიაზე, ვენტილაციას ვრთავ, მასას ვრთავ და всё. გინდა ჩაგერთო? ჯერ ერთი აქ ნახე მატერიაზე. ხო. შარვლით როგორც დაждები ვეღარ ინძრევი. ეგეც დისკომფორტი არის. ხო, მაგრამ სიცხეში მე ტყავზე რა გემართება? არაფერი. ვენტილაცია გაქვს. აი ეგ წინ, უკან თუ არა გაქვს? უკან რა მინდა ძმა, მე უკან არაფერი არ ხო, მასარია, ჩვენ უკან არ ვსხედავთ, მაგრამ აი ზოგადად ვიძახი. ეხა აქაც ვენტილაცია არის, მასაჟი არის. თა როგორი მასაჟია, იცი? ცხელდება. ტყავზე უარსაც ცხელდება. არა. მე პრაქტიკაში, რავი, მე ჯერ ეგ არ მიგრძნია და მე ცოტა ძველეყაიდის ვარ, ფუტურისტული რაღაცები არ მევარ. ვიცი, მაგითო ჩაქვსვი ზუსტად. ანუ ნახე, მე მიყვარს ტექნოლოგიური მანქანები მევასება, მაგრამ აღქმადი. ფიზიკური ღილაკები მომწონს ყველაფერზე. აქ ეგ მდგომარეობა არის, ოღონდ ეს კი რესტია 25-ის, მაგრამ 26-იანი უკვე არსებობს. და აი ნახე, აი აქ რასაც ხედავ, ესენი ეს კონტროლი და აი ეს კონტროლი, რომელიც ნუ ნაწილობრივ თაჩია, ესე რომ ვთქვა, ეგენი ყველაფერი ფიზიკურია ვაფშე. ხო, და მე ფიზიკური ღილაკი მირჩენია ყველაფერს. ფიზიკურობა უპირველეს ყოვლისა. კი, C63 AMG. Ясни. არა, ხო. ო, აბა რა, მე მაგას დაკონკრეტება არ ჭირდება, კაი, ეგ ხოწე. არის. ეგ არც ცოდნე არც გვიყურებს მახვიჩ. აი, ხდები. ხალხი ვინც არ ეძებს არაფერს და უნდა მანქანა პროსტა ადამდე პუნქტამდე კომფორტულად, ხო? ბაზარი არა. კარგია. აი იმისთვის ეს კაი, აი ფილტრავს ნახე. ესეთ მანქანათო ტიპი მოძრაობს, მე ვხვდები ის ვინ არის. და GT რომ ყავს კიდე მე რა ხდება მანდ. GT-თ რო ხედავ ადამიანს, მანდაც ხვდები როგორი ტიპაჟის ადამიანები არიან რა. ანუ ყველა ხო ის არის. სამწუხაროდ ჩვენთან ეგ ფილტრები არსებობს თუ საბედნიეროდ, როგორც გინდა დაარქვი, უფრო საბედნიეროდ. ადვილი გასარკვევია ყველაფერი, მაგრამ თლად ეხა სტერეოტიპებს ვერ დავეთანხმებით, რეალურად ადამიანებს მოსჯელოთ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ამ პატარა ქვეყანაში ეს მანქანა გამოსადეგია იმ ხრივ რომ 300 კილომეტრს ყველა ვარიანტში მკვდრად გაივლეს. მეცაც, ბევრად მეცაც ხო. 300 კილომეტრი თქვა მკვდრად რა და 300 კილომეტრზე მეტყანეს ჩვენ ასე ვთქვა ერთზაესზე არ ვაკეთებთ. ჩვენ ქვეყანაში ეს გამოსადგომი არის მით უმეტეს მაგ მხრივ რომ საწოვი იაფიერეს, მაგრამ ეხლა ნახე მინუსები ვთქვათ. ეს მანქანა რო ყავს, უნდა ქონდეს კერძობინა. კერძობინა უნდა ქონდეს, იმიტომ რომ პრაქტიკულად გამოიყენო. როცა შენ საგიჟეთში ცხოვრობ, საპარკინგო სივრცე არა გაქვს. ამისთვის სულ არის პირობითად ქალაქში 200 წერტილი. ნუ მაქედან ბევრი არ მუშაობს, პრობლემა აქვს. 200 წერტილი თქვა და არის 5000 მანქანა. ამ 200 წერტილში 5000-დან მოდი ვთქვათ რომ 1500 საკუთარი აქვს. დარჩა 3.5. 3.5-დან 500 ვთქვათ რომ გარეუბნებში არის სულ დასადგავებული. всё, კი. 2000 ხო დარჩა სულ მცირე ჰაერში. 1500 ვთქვათ ხისტად, მაგალითად, ხო? ანუ ნახე ხა ეგ ერთი ჩემი მეგობარი არის Facebook-ზე დაწერე ამ წინებზე რომ რატო არ გადადიხართო ამ მანქანებზეო, ბევრად კომფორტული, პრაქტიკული და იაფიაო. ხო. ბაზარი არ არის, ანუ ვინც არ არის ავტომოყვარული, იმისთვის იდეალური არის. ახალია, კომფორტულია, ხარისხიანია, ეკონომიურია, უსაფრთხოებაზე ვერ გეტყვი ვერაფერს, მაგრამ კარგია, ყველანაირად. ქალაქის მანქანა არის. მაგრამ ეხლა დისკომფორტი, რატო არავინ არ უყურებს მაგას? მანქანა უნდა გააჩირო გვერდზე უბანში, მანქანა უნდა გააჩირო სადმე, სადაც იქნება ხო, კვების სამდე, სატენი. მე იქიდან ტაქსით მიდიხარ ან მეგობარს მიყავ ხარ ან მეუღლეს მიყავ ხარ ან
რაღაცა მსგავს, ანუ ერთი მანქანა არ არის, ხო? მეორე დღესაც ანალოგიურად უნდა მიხვიდე. კი, შეიძლება ყველა დღე რა გჭირდება დატვენა, მაგრამ მე საკუთარი მანქანა იმიტომ მყავს და არ დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომ მე როცა მინდა, მაშინ ჩავდივარ ეზოში, ვჯდები და მივდივარ სადაც მინდა. კი. აქ ეს არის მოკლებული, იმიტომ რომ საყელოთი ხარ გამომული რაღაცა. ვა, ხო იცი? მეგობრობაში როგორ არის? რაღაცა გარეპირობა, მესამე უნდა გადაწყვიტოს და არა თვითონ ერთმანეთში. ჩაქრა ისავარაუდოთ, ხო? ჩაქრა? ის ლანჩზე რასაც შევებოდა? დეთი ხო არცდი? ეხა დეთი დადიხარ? ლანჩით რატო არა? ჩაქრა. ჩაქრა. შია ეხეობდე? და რა უნდა? აბარა, დავაი, ერთი და მომაიგებ. აბარა, ეხლა ხო кайზაეს. ერთი, დავაი. ზირაკამ დაფალსა? სამწუხაროდ. არა, მაინც ბოლოში დავინახეთ, რომ ჩორო გავიდა ამ შემთხვევაში და სამწუხაროა, მაგრამ ბაგაცები ვართ და ყველა ვერ მოვიდა. ბიჭო, ხო გეუბნებოდი? ხო გეუბნებოდი, ეხა არ იცინოთ ყვილას. გააკეთე იგივე რა. იმისთვის რომ ბუბუ მოიგოს, იმისთვის რომ ბუბუ მოიგოს უკეთესი. ბევრად უკეთესი სტარტი ჭირდება კენჭოზე, შანსი არ აქვს სხვანაირად. გეუბნები, მარწოლაში და ადგილიდან რომ მოიგო. ის გააფუჭებს თუ შევიცავ კარგად მნიშვნელობა არ აქვს. ხო გითხარი. აბა რა, ბუბუ. დავაი. აბა რა, ბიჭო. აბა რა, სახოლ ბუბუ. ეგ იცი რა მქნა წინა ლანჩმა. ინტერვიულა ადრე დასტარტა. სახოლ ბუბუ. ბრავო. ბალუ. დღეს თავი დავანებეთ რა. ზირაკავს ბალეშიკობდა ქოროსკო და ბუბუ ჩვენი ძმა ყვარელას და ყვარელასოს ბალეშიკობდი, მაგრამ ჩეხო ზირაკა და ქორო დაატაგეს. ზირაკამ დაფალსა ბოლოს და მაგიტო წააგო, თორე ძალიან მაგრა დადიოდა. ეხა ბუბუ და ქორო დაეჯახნენ და გავანებეთ, თავი ვერ გავიხლიჭები ცხრად. ვიცოდი, ხმა აუხმის ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი. ადრე მოუვიდა. ემბარდება ჩემთან რა სუპერდაბი. ბიჭო, ყველაზე კარგად ეხა მოეჭიდა არა და. გააჩოჩა. გაცოფებულია ეხა აბარა იქნება. I'm new recognition, no type of definition. Fuel in my kitchen, I'm both recognition. Kind of the pressure, I tend it to go. No, never no seeing too fast to hold. Talk is cheap, I speak with pace. Every step I take, revise the ratio. ჩვენ თვალწინამდე არის საქართველოს რეკორდსმენი ავტოდრომზე და ჩვენ გვანახა კადრს მიღმა ქუთაისის 8 წამიანი ზაეზდები მეოთხედ მილზე. მეოთხედი მილი 8 წამი სოფლიო დონეა უკვე. უკვე ძალიან სერიოზულ ტიპებს ეთამაშებით. ანუ ეგ მანქანა ჩვენ გვერდით გას. ეხა შეგვიძლია ნელ-ნელა ბიჭები მოვლენ, ტატო ფუხაშვილი მოვა, თავისი ორი მანქანით ეგენის ნახოთ, მაგრამ აშკარა ფავორიტია. მეორე ნომერი. მაიცადე ერთი წამით. ეხა რო კორვეტი გამოვიდა. ახალი, სტოკი რო მაიებში. ხო. აი ეგ თუ ჩამოვიდა საქართველოში, ჩემი დედა. უთხრა. კაი გერას ძახის. ჩემ კორვეტზე რო ბაზრობდი, ხო იცი ხო არ გავცოლო, ჯითი მეთქი და ვიყიდო პირდაპირ თქო.
იქ თუ ჩამოვიდა, ხო, დამთავრდა, რაც ვიშრომე დაწიწელი. კვადრო ჰიბრიდი. მანქანა გამოყავს იმიდან, რა ქვია, ქარხნიდან და როებში დადი. კარჩე, ცერვა რო შეიქმნა, თქვი რომ ისეთი მოჭიმული ვიზუალია. ჰიბრიდია, კატენილი, ჩაოლებროთ ხო, ანუ ბალანსი აქვს მაგარი, მაგიტო არის ნურბერგრინგი. კი, ნურბერგრინგი მაგიტო მოხსნა ეგრევე. ვინები დასვეს, იცი? ინჟინრები. ტრეკის ტიპები არავინ არ დაუსვა, და ტრეკ ტაიმი არც ერთს არ ქონდა თითქმის. ხო და, კარჩე, ეგენი ღირს გირდა 230-ები. 200-თან არის უკვე რა. 190-ში რო ჩამოვა ჩათვალე всё. სტეიჯორს გადაუწერ და ალბათ გამოვა იმიდან. Pay to win მომენტია რა, იხდი და იგებ. თან ძალიან მაგარი მანქანა. ეგეცაა და ეხლა 8 ცილინდრიანები ეგენი ხო ვიცი რას კეთდება, რას მედლები ისე ეს და ჩემი კარგი რამდენი ხანი დაეძინა პროსტა ამუღამე არ დაეცემა. რას ქვია ლანჩ დაელო და დაეძინა ეს იცი რა იყო? ეს ბიჭო ალო ემოციებს ვერ დამალავ. ეს იცი რა იყო? ეს იყო რომ აი დაგაცდი, წადი, აი ამხელა გამოვატრევ და დაგეწევი იყო ეს. ბიჭო რა სიკიშია? ის ხო წერიკასი ეს არ ვიცი ზუსტად, მარა ის ხო ზუსტად ვიცი რომ პლადია. იმიტომ რომ გამოვატრევ და გაგასწრებ. ძალიან იჩქარა. მეორე სამწუხარო. თუმცა აგო სამწუხარო. აბსოლუტ კლას გავდიოდით და აღარ მახსოვს M4 იყო, ყვითელი ფერის 1400-ცხენიანი M4 იყო და ტატო ფუხაშვილის TTRS იყო და სამწუხაროდ არ ვიცი ზუსტად რამ გამოიწვია, მაგრამ შევატყეთ რომ ფინიშ როგორც კი გაცდა, დატრიალდა მთლიანად და 200 მეტრი როგორც ყველა იძახის დაახლოებით ბრუნი აქვს ნაკეთები და ბოლომდე არის ღობესთან მისული. ტატო კარგად არის საბედნიერო და გამოჯანმრთელებას უსურვებთ, ძალიან გული დაგვწყდა, ძალიან ბაეო იმ მდგომარეობაში იყო დღეს ორი ავტომობილით მოსული და გვინდოდა რომ ასპარეზობა გაეგრძელებინა და მაგრად დაესრულებინა. სამწუხაროდ ესე მოხდა, იმედია გამოჯანმრთელდება, უკეთესად იქნება მალე, რაც გავიგეთ ხოლოდ ფეხის მოტეხილობა იყო. ეს ყველაფერიც ამ ხელა სიჩქარეზე და ამ ხელა პრობლემებში იმიტომ ხდება, ეს იყო ლაითი პრობლემა, მეგობრებო, გაითვალისწინეთ, ეს ძალიან ლაითი პრობლემა იყო, იმიტომ რომ მან სავარაუდოდ ეგენი შედიან დაახლოებით 250 კმ/სთ და უნდა დაატორმოზო. მე ვფიქრობ, აი ამ სწრაფმა დატრიალებამ შეიძლება საბურავი გაუსხდა, არ არის გამორიცხული, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მგონია, ეგ არის რომ ეს ნორმები უსაფრთხოების რაც აქვთ ბიჭებს, რაც BMW Club Georgium შეიმუშავა, ეს რო არ იყოს შეიძლება ფატალურად დასრულებულიყო დღეს და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად არის. ტატო გამოძვრა, მოდი ესე დავარქმევთ, უზიანოდ არა, მაგრამ გამოძვრა და გელოდებით უფრო ძლიერს. ტატო, გვალიშიკავთ, გელოდებით უფრო ძლიერს ძმაო.